მოგესალმებით არხის გამომწერება ვიყოფებით წანისისწყე პარკში ისე ტრადიციულად სადაც იმართება 95 ეროვნული გამოფენა მეძებარი და მდევარი ძაღლების გადავიღებ დღეს ვეცდები მაქსიმალურად შეუძლო გადაღება ყველა რინგი სადაც იქნებიან წარმოდგენილი სხვადასხვა ჯიშის ძაღლები დღევანდელი დღე იწყება ინგლისური სეტერებით ბრეტონული ეპანუელებით და დევრებით. რავი, რამდენად შევძლებ ყველა რინგის გადაღებას ნახოთ, იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი რინგი არის და ძალიან საინტერესო ძაღლებია წარმოდგენილი. თან არის ასაკები სხვადასხვა, ყველა ასაკის გადაღება ცოტა ძნელია, იმიტომ რომ პარალელურად იმართება ხოლმე რინგები, მაგრამ რაც საინტერესო იქნება, შევეცდები, რომ შეჯამების დროს მაინც მოვახერხო ყველა პირველი, მეორე, მესამე ადგილის ძაღლების გადაღება. დიდი მადლობა, გთხოვთ გამოიწეროთ არხი, მოიწონოთ ჩემი გვერდი. Wave Beats Music. იკავებს, მიიღებს რეალ შეფასებას და პირველად. ეხლა პირველი ორი ძაღლი მიიღებს შეფასებას მიერ კარგს, ამასაკობრივი ასევე მაღალი, მესამე ძაღლი მიიღებს შეფასებას კარგს. ეს ძაღლი სულ ყველა რა თქმა უნდა თაველი გამოცვაზე უნდა ინახონ, მაგრამ განსაკუთრებით ეს ძაღლი თაველზე თავი უნდა გვაჩვენოს რა.
მოკლედ ამის ასეულობა გამოჩნდება შუიდაში ამოწმება. ამაში რა ხორელა ხოდა რეალურად შეულებია იგებს მომაწერება შეიძლება შეუძლია ჩემს ძუძა მაგარი ძაღლია შეუძლია უგოს საბოლოო ჯამში საბოლოო ჯამში კომპლექსურად წდება რა, მაგრამ ნუ იბატონო. ასე თქვა, საველეზე უნდა შედეგი გვაჩვენოს, რომ შემდეგ ანუ გამრავლება გასაგებია. აუცილებლად გამრავლება სექციასთან შეთანხმებით ხო, მესახურია შეულ ხმასთან. ისე ამ ძაღლის სხვა არ შეიძლება პრინციპით შეუძლია. კარგი, ეხლა სამას შევავსეთ და გამელოდეთ, ვისაც არ აქვს პასპორტები, ჩაგიწევთ და გამშუქი გადაწყვეტილი. მოდი დავიწყებ ბოლოდან სამწუხაროდ ძალიან ცუდი კიდურები აქ ამ ძაღლს ეხლა. ზოგადად კი შავი ძაღლები ცოტა პატარა კომპაქტურები არიან და ამასაც ის აქვს, მაგრამ კიდურები აქვს სპეციალურ მდგომარეობაში, რომ როზე რომ მიგექციათ ყურადღება, რა გითხრა, ანალოგიურ შეგვიძლია ვთქვათ ამას, უკანა მარჯვენა ფეხი ჭიმავს მოძრაობაში და ეთქობა კიდეც. მესამე ძაღლი რაც შეეხება, ხო, ულამაზესი თავი აქვს, ძალიან ძიშიანი გლუ არის, თუმცა ზურგის ხაზი აქვს სწორი. ის რაც უნდა იყოს წინა მაღალა, არ აქვს. შემდეგი არის ანალოგიურად ძიშიანი თავი, ყველაფერი თავის ადგილზე აქვს, მაგრამ არის არა ისე რომ წარმოეჩინებული ქონდა მოძრაობაში ეს. და პირველი ძუ დიპლომიანი ძუ არის. გამაგას თავი განუყე ეს ძიშიანი თავი, წინამაღალა, კაი შეგული თუ შემთხვევით ცოტა გადამეტებული აქვს ამის ზონა, მაგრამ მოძრაობაშიც და ეს ძალიან შეუნურათ იმოძრავა. პირველი ორი ძაღლი არის ფიადი, დანარჩენი სამი ძაღლი არის ძლიერ კარგი. საკმაოდ კარგი წარმომადგენლები არიან ეხლა. რაოდენობა კი ცოტაა, ცოტა მეტი რო იყოს ჟობია, მაგრამ ეს ალბათ იმის ის არის, რომ საველე გამოცდები არის უკვე დაწყებული და ბევრმა უკვე აიღო. ეხლა ამ 5 ძაღლიდან 2-ია დიპლომიანი. ასეთი რამე არ ხდებოდა ადრეს, სხვა იმას. როცა პირველ ასაკობრივიდან იწყება და მე დანარჩენებს ეკარგებათ ის რა ქვია, გამოსulis კარესკი, მარტო პირველ ასაკში კი არა. და სწორიც არის რა. მოდის მესამე ასაკში ძაღლი 7-8 წლის არის, უწერია ძლიერ კარგი დიპლომი არა, მაინც მოდის ხავე. ის ეხლა ფრიას ვეღარ მიიღებს და ვერაფერი. კი უნდა მოვიდეს, რა თქმა უნდა, კი არავინ უგზალავს, მაგრამ აზრი ეკარგება ასეთ შემთხვევაში. ეხლა რა შეეხება კონკრეტულ ძაღლს.
პირველ რიგში უნდა ყოველ ნებისმიერ იმაზე, ყველა იმაზე მე აღარ განმეორდები, ამას როცა ვიწყებ ძაღლების შეფასებას და აღწერას, უნდა დავიწყოთ კონსტიტუციის სიპით. თუ ძაღლი კონსტიტუციის ტიპით არ შეესაბამება თავის ამ იმას, აი ამ ზუსტად ამას აუხსნი ახლა რა არის კონსტიტუციის ტიპი. ის უნდა იყოს აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს ამით, რომ უნდა უწყარის კონსტიტუციის ტიპი არის ძლიერი ხმელი აგებულება. ესე იგი უნდა იყოს ხმელი და უნდა იყოს თან უნდა იყოს ძლიერი. მაგალითად ირლანდიური სეტირი პირიქით არის ხმელი და ძლიერი. გრადხარები უფრო სხვაებით არის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა ეს რასთან არის, ეხლა ამას რას უკავშირდება კონსტიტუციის ტიპი. ეს არის გარეგნული მაჩვენებლების, აი რაც სახს. ძვალყუთოვანი სისტემა, ხერხემალი მკერდი როგორაა განვითარებული, კიდურები და შინაგანი ორგანოების. ეხლა ამის აღწერას აზრი არ აქვს, მაგრამ რადგან ამ შინაგან ორგანოებზე ჩვენ აღარ ვისაუბრებთ, კონსტიტუციის ტიპზე შეფასებას ვაკეთებთ გარეგნული მაჩვენებლების მიხედვით. არის ძლიერი ძვალი და რო უთხრათ, ხმელი კუნთოვანი სისტემა უნდა იყოს. ესე იგი, არავითარი ზედმეტი არ უნდა ქონდეს. რა, აი ამებზე როდესაც გაბაბი, ჩამოშვებულია ქუთუთოები, ასეთი შემდეგ ან ესა რა ქვია, კიდე რა შეიძლება ამ იმაზე ლაშები როდესაც აქვს და დამძიმებული როა. ეგ არის გარეგნული ნიშები, რომელიც აძლევს ან ლოხისკენ მიდის ძაღლი, ან კიდე ძალიან აკრული რო აქვს, აი თხელი აგებულება აქვს შედარებით. ამ ხრივ აქ პრობლემა არ არის, 4 ძაღლი აქედან ამ შემთხვევაში სრულიად აკმაყოფილებს ამ პირობას. რაც შეიძლება ეხლა მეხუთე ძაღლს ეს ეხლა ამათთან იჩაგრება, იმიტომ რომ არ ვიცი პირველ ასაკობრივ ჯგუფში რა საკის არის გაგარი? და პირველ ასაკობრივ ჯგუფში ხშირად ხდება რომ 10 თვიდან არის, ხო? ზოგჯერ გამოდის 10 თვის ძაღლი და გამოდის წლის და 5 თვის როა ძაღლი და ამ შემთხვევაში ხშირად არის განსხვავება ეხლა განვითარების. მაგრამ რადგან ეხლა და რაც თავარია ძაღლი არ დადის. აი არც რინგზე იარა და გარბენაც რო გინდა ამისთვის ეს არის ეხლა მანგესონა ხშირად ესა რა ქვია ჩაბმა და თოკით უნდა ივიაროს ძაღლი. ეხლა კონკრეტულად რა არის? აი პირველი ძაღლი აი როგორც ხედავთ რა განვითარებული კარგად თავი ჯიშიანი წინ მაღალი ხო ზურგის ხაზი აი რაც თავარი ეს არის აუცილებლად ეს და კიდურების წყობა აი შეხედეთ ყუდი გადასვლა ზუსტად რაც მიდის რაც გავა იყოს რაც უნდა იყოს ეგ არის თავარი როდესაც მოძრაობას ხელს არ უჩვენს ოდნავ ეხლა ცოტა აპრუჩი რაც ჩანს ეხლა ოდნავ ცოტა სიმძიმე აქვს ამ იმასთან სასურველია ოდნავ ეს იყოს რა ქვია თვალის ფერი ოდნავ ეს იყოს უფრო მუქი დანარჩენი ყველაფერი აი როგორც ხედავთ რა კიდურები წინა კიდური პარალელური უკანა კიდურები დგას პარალელური მოძრაობა თავისუფალი ასეთივე ტიპის არის ეს მეორე ძაღლი მშვენიერი ძაღლია ძალიან კარგი და აი ანალოგიურია ეხლა ამ ორ ძაღლს შორის აი გამას ვერ ნახავ რა ყველაფერი მაგრამ ერთადერთი ის არის ეხლა ოდნავ მე რაც აი ჩემი ის რაც არ როწერზე თავის ფორმით აი ეს ძაღლი მაინც იმით არის რომ ამას ოდნავ აი ეს ეხლა პირი ოდნავ ცოტა ეს ვიწროვდება უცხარისთვის უფრო უნდა იყოს ცოტა უფრო აი როგორც აი ნახეთ უაბრუნე აი ეს უნდა იყოს ცოტა კვადრატთან უფრო აი როგორც აგერ არის აქ უფრო მეტად არის ეს ისა დამაკვეთილი და კიდევ ერთი არის თვალია ღიაფერის თვალია რა როდესაც ასეთი რაღაც არის როდესაც ორი ერთნაირი ტიპის ზაღლია რინგზე უმნიშვნელო რაღაცა შეიძლება ისაკმოს მაგრამ მე შეფასებაზე არ მოქმედებს უბრალოდ თუ ამბობთ რომ თვალის ფერს არ უცხარებს მაინც რაღაც მიუწევია ეხლა საშუალო ასაკი გვაქვს უკვე ესა ხვადები აქ უკვე
აქ უკვე უმაღლესი შეფასება იწერება და ამიტომ აქ ცოტა განსხვავებულად ხდება ამასა შეფასებების მიცემა. იქ თუ პირველ ასაკობრივ ჯგუფში შეიძლება ყველა ძლიერ კარგი იყოს, თუ რამე გამონაკლისი არ არის, აქ უკვე სხვა სიტუაციაა. ეხლა პირველი ძაღლიდან დავიწყოთ, აი ესე დააყენეთ. აი ტიპიური ხვადი რაც არის რა, აი უყურეთ, აი კლასიკური კვადრატი რა, რაც უნდა იყოს ძაღლი, ხვადი ძაღლი. ყველაფერი ზურგის ხაზი, წინმაღალი. აი ეს ყველაფერი კეთო ამაღლებული, თავი იდეალური. კარგად. და ეხლა მე ერთადერთი ჩემი იმით არის, რომ სუბიექტურია. ცოტა ოდნავ მეტი ეს იყოს რა, უფრო ცოტა მეტი მსხვილი რო იყოს საღი რა, მაგალი ერთი მომიტი, თორე დანარჩენით ეხლა ამ წუთში. კრებკი სუხოი არის და. მე ვამბობ, აი აქ რაც ის არის, ახლა სხვა ზაღლებთან ეხლა შარშალო ისიდა, სხვანაირად ჩანდა. ეხლა დღეს ამას ზუსტად ანალოგიურია ეხლა, აი ეს შემოაბრუნებდი, მაგრამ არა ბოლოში. თითქმის ერთნაირები არიან, მაგრამ აი ამ იმით, აი ამ ზურგით თავით ძალიან კარგია, ყველაფერი ორივეს ნორმალური არის უბრალოდ შემოაბრუნე აქეთ. მაგრამ აი ეს ნაწილი უფრო შედარებით უფრო როგორც წეგანავში უკვე უმაღლესი შეფასებაც იწერება და ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო ის რომ რაც არ პირველ იმაზე რომ გამოვაცხადო კონსტიტუციის ტიპზე მელი და ძლიერი და ძვალი უნდა იყოს საკმაოდ ორცხარებში ძვალი უნდა კონდეს ისეთი რომ ძუძახს ხვადია უნდა იყოს კარგი ძვალწვილი და კარგად შეკრული ფორმატით ოდნავ წაგრძელებული ვიდრე ხვადები არიან თუ თავის ფორმაზე და იმაზე აღარ ვლაპარაკობ. აქედან გამორჩეული არის ეხლა აქ რასაც ვუყურებ ეს სამი ძაღლი განსაკუთრებით მოიყვანეთ ეხლა ეს რითი ჩამორჩა ამას აი რაც ვთქვით ერთი ამ იმას ერთი წამი გააჩერეთ მკერდი უნდა კონდეს და განვითარებული რა თქმა უნდა წინმაღალი უნდა იყოს ყველაფერი მაგრამ არა ისე როგორც პოინტერესებს ეს ატაცებული ეს არ უნდა იყოს პეტრად გამოხატული აი ეს ნაწილი არ უნდა კონდეს ეს უნდა იყოს დორეთ უნდა გადადიოდეს რა ქვია კერდი და შემდეგ ამ ძაღლებს უკვე ეს ძუსტის ეხლა ხვადებს უფრო მეტადაა ეს უფრო მეტად ჩანს ეს სამი ძაღლი როგორც ვთქვით არის დაახლოებით თანაბარი ტიპის ძაღლები თვალის ფორმა კარგი თვალი გამფერი კარგი ფორმატი კარგი და ასე შემდეგ. შემდეგ ეს მეოთხე ძაღლი არაფერს არ ჩამოვარდება რომ შეხედოთ ეხლა ძალიან კარგია, მაგრამ ამ ძაღლებთან აგებს იმით აი ზუსტად ფორმატი რა კვადრატია. ეს არის აი ტიპიური კვადრის ისაა, მაგრამ გამართი არაფერი არაკია განვითარება. აი ეს ძაღლზე ფორმატი ძალიან კარგია, თავის ფორმა კარგია, როგორც იყოს. ამ ხუთს აი ამ პირველ ხუთს დაუწევ შეფასებას. Priat. მე ვიდექი შემოგეწყვიანი. ო არა. დანარჩენი ეს ძაღლები აი რამდენია 4-ია, ხო? 4 ძაღლი მიიღებს შეფასებას ძლიერ კარგს.
დაწერაც აღარ უნდა, ესე ძაღლები, აი ეს პირველი ძაღლი განვითარებული, კარგად ყიდულები, ზურგის ხაზი სწორი, მოძრაობა თავისუფალი, წინ მაღალი, ძვალწვილი, თავი და იმაზე აღარ ვამბობ ჯიშიანი. ეხლა ეს ძაღლი არის იმის ნახევარი, რაც იყო წინა გამოფენებზე რა, არის საშინად გამხდარი და აშკარად ჩამოჩება, რომ შეხედავთ, ეხლა გეგონება, რომ განვითარება რაღაც აკლლიაო, რომ არ აყავდეს ნანახი, მაშინ ვერაფერს იტყოდის ყველას. არა საგამოფენო კონდიციაში ყავს ძაღლი. საველე თვისებებით ორივე ძაღლი ძალიან კარგია. ეს რაც მაქვს ნანახი ძალიან მაგარი ძაღლია რა. მაგრამ რატო ყავს ესეთი? საველე ძიმეთ არის ხოლმე. ძიმეთ აკავს სულას. ნაორჯიშები კაცო მერე იმას ყვებაც უნდა შესაბამისი. აგერ აი დგომა ნახეთ რა ორივე ძალიან კარგი. აი ახლა ეს ზაღლიც არაფრით ამ იმაზე ასეც ის არის. მარტო აი ეს არაფერი ცოტა მოძრაობა აქვს შეზღუდული მარცხენა ფეხში. მე კარგია და მაშინ ვიგები. გავაფრთხილე რომ ზაღლი გამოფენისთვის მოიყვანე ცოტა გაახდული. აღარ ჩანს არაფერი რა აღარც სად კედი თავდება სად მოწელი იწყება და ნალეკვარია ეს. შეიძლება მაგისტრაცია შეფასება რა ხონდა ძლიერად. ძლიერად კარგად დარჩება. ამაზე ციგივე. აღარისა ეს ძაღლი ეხლა უკეთესად გამოიყურებოდა. იმაზე, მაგრამ ეხლა რაღაცა უკანა ნაწილი უფრო ამაღლებულია. ლეკვები ყავდა ამას თუ არა? ერთხელ ყავდა. აი ეხლა ამითი იყო ის რაც შეეხება ამ ძაღლს. თხელია. აი თხელია, მე როგორ იქნება არ ვიცი, მაგრამ უკვე მესამე იმაშია და თან კიდე აი გვერდიდან რომ შეხედავ, აი ტიპიური პოიტერი. აი კერდის იმითი, აი ამ იმით. თორე ისე ყველაფერი ნორმაშია, ხეხლა აი ფორმატით რომ შეხედავ სიგზე რაც აქვს, აი ისეთი კვადრატთან მიახლოებით, ეს უფრო გძელია. ეს ისა, მაგრამ აი ამ იმით რომ აი გვერდიდან ესე მოძრაობა და და ეს სამი ძაღლი აი ესე როგორც ვთქვი, თავ 4 ძაღლი მიიღებს, ძალიან ჩვენიერი ძაღლია ესეც, აი ეს ეს შორდის ეკოსისტემის ის ყაზი როგორც იდა და მაგრამ აი ერთადერთი ეს არა, მაგრამ უარი აი უჩი ორი არის დიპლომია, ხო? ისევია. ხო, კიდე რა მინდა ვთქვა. ძაღლი რომელიც რინგზე არიული და თავს არ წარმოაჩენს, ავტომატურად გადავა ბოლოში. წავიდა. ნოდარ გააყალიფოთ. თამამად მოკლედ დაიჭირეთ, მარცხენა მხარეს გეჭირეთ, მეგობრებო. ესე იგი, წარმოადგენილი არის პირველი ასაკობრივი ხვადები, რა რიგითობითაც დავალაგეთ, ამ რიგითობით დარჩება ძაღლები, უბრალოდ ბატონმა ნოდარმა და ბატონმა დათომ რო გაცვალონ ადგილიეო.
ანუ რინგი დალაგდება ამ თანმიმდევრობით ახლა როგორც არის დალაგებული. სასიამოვნო არის პირველი ასაკობრივი ხადებისთვის კარგად განვითარებული ძაღლები არიან წარმოდგენილები. თავიდან როგორც აღვნიშნე, ასე თქვათ, გარდა ჯიშისთვის დამახასიათებელი მოცემულობისა, რაც უნდა ქონდეს ძაღლს, წვერი, წარბი, ყურზე ბალანი, უხეში მჭიდრო ბეწვი, გარდა მაგისა მნიშვნელობა ენიჭება იმზე ძაღლის სიარულს. და შესაბამისად, ასე ვთქვათ, ამ ყველაფერში კომპლექსურად ლაგდება რინგი. პირველი ძაღლი, როგორც ხედავთ, საკმაოდ კარგი განვითარებული ძაღლი არის, კარგი შემოსვით, კარგად აქვს წარბი, ძულვაშიც განვითარებული, ყურზეც დახრამა, ფეჩი, ასე ვთქვათ, ქართულად. კარგად დადით რინგზე, ლამაზად და შესაბამისად დადგა პირველი. მომდევნო ძაღლი კარგი ძაღლი არის. ხედავთ, რომ თითქმის ერთი ტიპაჟის ძაღლები არიან, მაგრამ რაღაც მომენტში როგორც ჩვენ დავინახეთ, ამ ძაღლის სიარული, ანუ რინგზე ამ ძაღლმა უფრო დასანახად წარმოაჩინა თავი. შემდეგია ბატონი ნოდარის ძაღლი, კარგად განვითარებული, ახალგაზრდა ხვადია, კარგი ბეწვით, რომელიც უხეშად მჭიდროდ აქვს სტანზე, კარგად აქვს წვერი განვითარებული. შემდეგი არის მოგესალმებით პირველ რიგში ყველას არხის გამომწერებს, გისურვებთ წარმატებას, წარმატებულ სანადირო სეზონს. დამთავრდა ჩვენი 95 ეროვნული გამოფენა უკვე. საკმაოდ ბევრი ძაღლი იყო გამოსული, მათ შორის ტრათხარების რინგზე იყო 27 ექსპონატი წარმოდგენილი. შემიძლია ვთქვა, რომ მაგარი რინგები იყო. პირველი ასაკობრივის გარდა ყველა რინგზე 2-3 დიპლომირებული ძაღლი იდგა და უფრო სასაკობრივ რიგზე, მესამე ასაკობრივში, ძუებშიც და ხვადებშიც ყველა 7 ძაღლი იყო, 2 დიპლომით წარმოდგენილი. ხვადებში, ძუებშიც იყო ყველა ძაღლი საველე დიპლომით, ერთი იყო 2 საველე დიპლომით. აი მაგარი კონკურენცია იყო, შეიძლება ითქვას. ძალიან მოხარული ვარ ამის, რომ დრათხარები წამოვიდნენ უკვე დიპლომირებული ძაღლები. აი ჩვენმა ესე ვთქვათ კატეგორიულად მოთხოვნა საველე დიპლომი უნდა იყოს, ესე ვთქვათ, გაამართლა, გამოჩნდნენ ძაღლები, პერსპექტიული ძაღლები და რა ვიცი, მადლობა ყველა მონაწილეს, მადლობა ყველას. წარმატებებს გისურვებთ, გაიხარეთ.
მოგესალმებით. 15 ივნისია დღეს 95 ეროვნული გამოფენის მეორე დღე. საკმაოდ ბევრი ძაღლი დღეს წარმოდგენილი იყო კონტინენტალური მეძებრები და იაკტერიერები. სამწუხაროდ იაკტერიერების ძალიან მწირი რაოდენობა იყო კონტინენტალურ მეძებრებში. ძალიან კარგი რაოდენობა იყო წარმოდგენილი და ყველაზე სასიხარულო რაც არის პირველი ასაკობრივის გარდა ყველა ასაკობრივ რინგზე ძუებშიც და ხმადებშიც 4-5 და ზოგ შემთხვევაში მეტი საველე დიპლომიანი ძაღლი იყო. ძალიან დასაფასებელია, ძალიან სასიამოვნოა ასეთი აქტიურობა, როგორც გამოფენაზე, ასევე საველე გამოცდებზე. მოგეხსენებათ, რომ ჩვენთან რინგის გამარჯვებულები ძაღლები ხდებიან ის ძაღლები, რომლებსაც ასე ვთქვათ, კომპლექსურად გამოსდით მაღალი ქულები. ეს გამოიხატება პირველ რიგში სანადიროთვისებებით, შემდეგ ექსტერიერში, წარმოშობაში, თავმოყრობაში და ესენი ჯამდება და გამოდიან აქედან ბონიტირებით რინგის გამარჯვებული ძაღლები. ძალიან სასიამოვნოა წელს ასეთი აქტიურობა და ესეთი ბევრი რაოდენობა ძაღლების. მე უნდა ეხლა ყველაფერს ორგანიზება გაუკეთო, უცბად ავალაგო ყველაფერი, საჩუქრებიც უნდა დავარიგო, მე ისინი სისავქნად, აი ჩემი მაიკა. მე არ შეხვდება საჩუქრები. რატომაც არის? მეგობრებო, ეს არის ქართული საკვები, ტაოფუდი, რომელიც ყველანაირ ძაღლს უხდება. არის აქტიური ძაღლებისთვის, არის ეკონომ შეფუთვებით, არის 5 კილოიანი შეფუთვებით. ყველანაირ რაც თავარია, რაც მომწონს, რომ სულ ახალი საჭმელი მზადდება, ყოველთვის ახალია საკვები, არ არის და თქვა თვეები არ უწევს გზაში ყოფნა და ყველანაირ ძაღლს მოუხდა და ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი გყავს და დაიმახსოვრეთ ტაოფუდი. კეთი, ანუ არის რა თქმა უნდა ქართული, ყველაზე მთავარად არის ნატურალური, არის აპრობირებული, უკვე გამოცდილია ქართულ ბაზარზე და ძალიან კმაყოფილია მომხმარებელი. ძალიან ბევრი საკმაყოფილი მომხმარებელი გყავს. ყველა ასაკის ძაღლისთვის, ლეკვებიდან დაწყებული, ყველა ჯიშზე არის. ყველა ჯიშის, ყველა წონისთვის, არის პატარა ჯიშებისთვის, არის საშუალო, დიდი ჯიშებისთვის და ფასიც საკმაოდ ხელმისაწვდომია, ყველა შეიძინოს ისეთი საჩიელება ყიდვა. შეიძლება მომხმარებელს დაინტერესდეს ქსელურად, აი არის სადმე თუ სადმე ვიყიდოთ კონკრეტულად როგორც. ხო, ინტერნეტით შეიძლება. შეგვიძლია გამოიწეროთ. შეიძლება გდანში და ქსელურ მაღაზიებშიც არის, რა თქმა უნდა. ქსელურ მაღაზიებშიც არის. კარგი, დიდი მადლობა. არა